ქედის რაიონის სოფელ მეძიბნას მკვიდრი რამაზ დუმბაძე ფუტკრის მოშინაურების რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. ჩვენს ოჯახობაში ბაბუა ჩემს ყავდა რაღაც 1-2 ოჯახი. მერე ბაბუა ჩემი რომ აღარ იყო უკვე ვინმე აღარ იყო ამ სკაზე მიმხედნელი დაიღუპა. მე როცა წამოვიზარდე მეხალისებოდა ამ ფუტკარში მუშაობაც ისეც ახლა ბაბუა ჩემი და განმოცემით რაც რომ ვიცოდი ცოტა პატარა მონაცემებიც ჰქონდა და შევხალისდი ვიყიდე ერთი ოჯახი ჯარასკა ვიყიდე. ამ ჯარასკიდან შემდეგში მოვამრავლე ჩარჩოიანისკები. ჩარჩოიანისკებიდან სულ ცოტა 65 ოჯახამდე გავამრავლე მე ახლა ამ სკას ისეთი ჩვევა აქვს რომ არის მომენტი უცბად წინ წამოვა გამრავლდება არის რომ უცბად დაიღუპება. ამას ერთი ყურადღება თუ მოადუნე ვერ მიაქციე ყურადღება ჩათვალე რომ დაღუპულია ეს ოჯახი. ამ მიზეზებთან გამომდინარე არის კიდევ მრავალნაირი დაავადებებიც. ამ დაავადებებსაც თუ დროზე არ მიხედე მეგეს რისკის ფაქტორებია უკვე დაგეღუპება ოჯახი. ჯარას მეფუტკრეობას ახალი სიცოცხლე მსოფლიო ბაზრის ბიოთაფლზე გაზრდილმა მოთხოვნამ ჩაჰბერა. მას შემდეგ, რაც ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ თაფლის რეალიზებაში თანადგომა გაუწია, ჩარჩოიანისკები რამაზ დუმბაძემაც ჯარასკებით ჩაანაცვლა. ჯარა ასოციაციაში გავწევრიანდი და შევიძინეს დავთალეს ჯარები და გადავიყვანე ზოგი ნაყარეთაც და მოვამრავლე 35 ოჯახამდე. 35-40 ოჯახამდე. ორი სეზონი კარგად იმუშავა, გამართლდა. ხო და აგე გასულ წელს ამ ფაროსანაზე გაწამვლის შედეგად 35 ოჯახი დამეღუპა და ეს 5 ოჯახი რაღაცნაირად ღმერთის წყალობით რაღაცა შემომჩა, გადაარჩა რაღაცა და ეს 5 ოჯახი მყავს ახლა და ღმერთით ადრე გაზაფხულზე კიდევ შევიძინონა და გავაახლო ჩემი საფუტკრე. მოთხოვნაც მეტი აქვს და რეალიზაციაც არაა პრობლემა. 1 კილოგრამის ფასი რა არის? 25 ლარია 1 კილოგრამი. ამ ფალაყის. ასოციაცია მოდის თვითონ ხილულობს და მიაქვს და მე გვერიცხება ფული. ჯარა ასოციაციაში გავწევრიანდი, აქზე დავიწყე ახლა ახალი საფუტკრის გაკეთება და დასასრულებმა გადავხურონა, ჭერინა გაუკეთო რომ გზეთ არ დაათოვოს და ნახოთ როგორ გამართლდება. ჯარასკებს თავად ამზადებს. ამ ჯარებს მე ვამზადებ ტყეში გათლი დახეღავა მორებს, ეს მორი გვალი ნაძვიდან გარეთ აქ შემოათლი, გაასუფთა. მე გააპოფ შუაზე გახეთქავ მორს. მე ამოეჩვა სპეციალური ეჩვა ცულით ამოჭრიდე, მე ჩოთი ამოასუფთებ. და გაუკეთებ ასე არის რომ პირდაპირ ასე გაპობილი მორი ახლა ეს გადაკეთებული მაქვს ეს თავბოლო იხსნება. რომ სამუშაოდ ფუტკარი არ იმას იქს მიხდი, არ აღელდება და ფუტკარი ანადგურდება, ამას გამოხსნი, ამ უკანა ძირი იხსნება ამას, როგორც აღარ გავხსენი ისე. ამას გამოხსნი, შეწამლვა, დასუფთავება წამალს დაუდებ თუ გამოსუფტება ხილვა არის, ჩვეულებრივად მარტივია ყველაფერი და თუ სანთელი შესაძლებელი გახდება, ამას აგერ ჩვეულებრივად აქ აგერ დამაგრებულები ამათ გახსნი, გადატრიალებ ამ ჯარას და სანთელს ამოაცლი, თვითონ ახალს ჩამოაშენებენ. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ბიოთაფლი მსოფლიო ბაზარზე დღითი დღე უფრო მოთხოვნადი ხდება. შედეგად იზრდება ჯარას თაფლის მწარმოებელთა мотиваციაც. აწარმოონ უფრო მეტი მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი. სამომავლოდ გამრავლებას აპირებ? ღმერთის წყალობით. ვეცდები რომ მაქსიმალურად შევავსო და ნაკლისი. კიდე რა საქმიანობას ეწევით ამის გარდა?
ამის გარდა სოფლის მეურნეობა აქ ოჯახშია ხილი ბოსტნეული რა ვიცი და მემთაბარეობა და ადგილზე მუშაობ შრომა. ნადირობა თავისთავად. მადლობა დიდი. მე-19 საუკუნეში ჩარჩოიანი ფუტკრისკების გამოგონების შემდეგ ჯარასკების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯარა თანამედროვე მარტივად მოსახმარმა სკებმა ჩაანაცვლა. თუმცა ბოლო წლებში გაჩენილმა შანსმა საქართველოში წარმოებული ველური თაფლი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული პროდუქტი გახდეს, ჯარას თაფლის წარმოების მაჩვენებელი კვლავ გაზარდა.